ვიდეო მინდა კიდე გაუშვა, ეს არის იგივე ჟორჟოლიანის ვიდეო, ეს უბრალოდ იმდენად იმოქმედა ამ ვიდეო, რომ ოჯახში მიუვარდა. ერთ-ერთ ქართულ ოჯახში მივარდა და აი პატარა ვიდეო მინდა განახოთ, რას ეუბნება მშობელს. კონკრეტული ახალგაზრდა ადამიანის მშობელს მინდა გაუშვათ ეს ვიდეო, თუ შეიძლება თქვენ ერთად ვნახოთ. მე არ ვაცილებ ჩემს შვილს, რომ TikTok-ში იგინოს და ილანძღოს. დიახ. მე ამას ვეუბნებით. შვილო, ამას მოაკეთებ მეთქი თუ არა, კერო წყუბები. მოაკეთებ მეთქი. ანუ თქვენ ამბობთ, რომ თქვენ შვილს ხელით არ შეხებახთ. არა. ეხლა მე თქვენ რასაც გისმენთ. მე მგონი სწორად არ გესმით შვილის მხარდაჭერა რას ნიშნავს. თქვენო არ გესმით თუ შვილის მხარდაჭერა რას ნიშნავს. მოროს უკითხავს რა, სახში მივიდა და როგორ უნდა გაზარდოს შვილი უხსნის რა. ძალიან მაგარია რა. და აი ეს ხო პავლიკა მოროზოვები რა. პავლიკა მოროზოვების გაზდაუდათ რომ დააპირისპიროთ ოჯახი. რა კაცმა თქვა რომ TikTok-ში რომ ილანძღებაო და იმაშებაო არ მომწონსო და უშლიო. ხელი არ დაგირწყია თუ არა რა ხელი არ დამირწყიაო და თქვენო არ გესმით თუ შვილის მხარდაჭერა რას ნიშნავსო. პირდაპირ გადავიდა რა იმისი და მასწავლებლის ესე თვით აღმზრდელობის იმაში რა. მოცემულობაში და რა გინდა ვერ გავიგე დაანებე რა ამ ოჯახებს თავი რა დაანებე რა ეს რა უბედურებაა რა დაიწყეთ აი ეს ის რომ შვილებს უმხედრებთ მშობლებს რა დაიწყეთ კარგია TikTok-ში რო იგინება არ უნდა მისცეს მამამ შენიშვნა და არ უნდა აუგრძელოს ეს ამბავი და ესე თქვენი ბომჟატნიკივით იყოს იქ რომ TikTok-ში რო ტიპები იგინებიან და ეს საშინელი აურა რო არის მთელ ქვეყანაში კარგია ესა მიხედე რა შენ თავს და შენ ოჯახს რა მგონი შენ ოჯახშიც არა გაქვს დალაგებული საქმე ხო იმისი არ იყოს რა ქვია ყოდუას ძოლობის რა მიხედე რა აქ ქართველებს ერთი კაი გამოსვლა რომ ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოსო რა ეს ეხება აბსოლუტურად სულ ყველას რა გინდაც ეკლესიაში გინდაც იმაში რა ქვია ვინც ვიღაცებს განიკითხავს და განმოიკითხავს და მამაოებს განიკითხავს თუ რუსთაველის თეატრის მსახიობებს განიკითხავს თუ ყველამ თავის ბოზ მამიდას მივხედოთ ეს არის ქრისტიანობა სხვათა შორის რო იცოდეთ რა ყველამ თავის ცოდვებზე ვაგოთ პასუხი რა და შენი მითითება მე არ მჭირდება სად ვწოდავ და სად არ ვწოდავ რა აი ღმერთმა იცის მარტო რა კარგით დღევანდელი გადაცემა რა თქმა უნდა ისე წითელი პარასკევის გარშემო მინდა ვიტრიალო დღევანდელი დღის გარშემო და საერთოდ ჩვენი რწმენის გარშემო რა ჩვენი ყოველ სათითავ თითეული ადამიანის რწმენის გარშემო და არა მართლმადიდებლობის გარშემო და არა ეკლესიის გარშემო და არა ყოველი ჩვენთაგანი გარშემო ვით პასუხისმგებელი ვართ ჩვენს აქციელზე და მომავალ ჩვენ პასუხისმგებლობაზე უფალთან